მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მე მინდა თქვენ გაგიკეთოთ ასეთი გაშლა, მჭირდებით თუ არა თქვენ აი ორივეს ეს ურთიერთობა. ვნახოთ ახლა თქვენ როგორ გრძნობთ თავს, თქვენი პარტნიორი ამ ურთიერთობაში და თქვენ და თქვენი პარტნიორი თქვათ, რა სურვილი აქვთ, როგორ უნდა გინდათ რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს და ნახოთ სად მიდიხართ საერთოდ, ხო? ასეთი მოკლე გაშლა გავაკეთოთ. ავიღეთ დღეს ტარო მანარა. ტარო მანარაზე გქონდა ჩვენ ეხლა ხანს საინტერესო ინტენსივი და ეხლა იწყება უკვე სწავლა და თქვენც თუ გინდათ თვითონ გაარჩიოთ სხვების დახმარების გარეშე თქვენი სიტუაცია, გაიგოთ რა ხდება, რა იქნება, რატომ ხდება. მეგპატიჟოთ თქვენ კურსზე, რომელიც იქნება უკვე იწყება ამ თვის ბოლოს, ვინც ახლა უყურებს ამ გაშლას. ნახოთ ახლა რა ხდება თქვენს წყვილში, ამ წუთში. შევხედოთ სიტუაციას, ანუ გოგო როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში, ბიჭი როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში. სინამდვილეში რა გინდათ. ეხლა ნახოთ აი ამ წუთში ჩვენ ხო ვიცით რომ ყველა ურთიერთობაში რა თქმა უნდა არც ერთი ურთიერთობა არ არის შემთხვევით, ხო? ნუ ვინც ხა ჩემთან არის სულ კი უკვე იცით თქვენ ეს დაზებირებული გექნებათ, ხო? და ვნახოთ ახლა ჩვენ აი ამ მოცემულ მომენტში, აი ამჟამად რატომ რისთვის გჭირდებათ ეს პარტნიორი? გოგოს რისთვის სჭირდება და ბიჭს რისთვის სჭირდება მისი გოგო. და ნახოთ სად მიდის რა, ანუ ეს ურთიერთობა. აი ჯერ ასე გავაკეთებ და მე უკვე შევხედოთ თუ დაგჭირდება ჩვენ კიდე დახმარება, იმიტომ რომ მან არა საქმე ისეთი თვისება, რომ პრინციპში არც უნდა იმდენი კიდე სხვა დახმარა. რა ხდება თქვენ შორის? ცოტა ისეთი კარტი არის, რომ მე ახლა ზოგჯერ შეიძლება დავფარავ, რომ აქ ჩვენ YouTube-მა მე არ გვიჩუბოს, ასე გავამზადებ აქ კიდე რაღაც. ანუ ესე იგი ნახეთ, ეს არის იმპერატრიცა, რა თქმა უნდა იმპერატრიცა ახლა კლასიკაში და იმპერატრიცა მანარაში ძალიან განსხვავებული რაღაცა არის და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს უეჭველი უკვე იქნება გაშლა ისეთი ადამიანებისთვის, სადაც აი კაცი მართლა ედაყვანება თავის ქალს, იმიტომ რომ აქ იმპერატრიცა არის ისეთი, რომ ეს შეიძლება და როგორი მომენტი იცით, როცა თან დააკვირდეთ აქ ორი ადამიანი და ეგრევე ერთ კაცშიც უკვე შეგვიძლია თქვათ რა ხდება წყვილში, ხო? აი ეს არის ამისი უნიკალურობა, რომ ის სიუჟეტებით გველაპარაკება მან არა. და აქ არის სიტუაცია, როცა ნამდვილად ქალმა იცის თავისი ფასი, სხვათა შორის შეიძლება არ პატიობს ყველაფერს და ისე იქცევა, რომ ამ მამაკაცს ნამდვილად აი მოსწონს, ყველაფერი მოსწონს მაგის, ყველაფერი აქ ვეთყოდი, რომ ძალიან შეყვარებულია ეს ადამიანი, ძალიან არის, აი როგორ გითხრათ, აი მონამორჩილი რო იტყვიან რა. თუ თქვენ ახლა იცით, რომ თქვენი პარტნიორი მასე არ არის თქვენს მიმართ განწყობილი, ნუ ახლა უეჭველი ეგრევე შემიძლია გითხრათ, რომ აი ეს არ არის თქვენი გაშლა, იმიტომ რომ ამ წყვილში ნამდვილად კაცი ძალიან ედაყვანება თავის ქალს, ძალიან უყვარს, ძალიან დიდ პატივს სცემს. ნუ სხვანაირად არ შეიძლება აქ ახლა იმპერატრიცა არის ცოტა მოდით ასე დავამალავ. იმას რომ ნახოთ ახლა აქაც რას გვაჩვენებს, იმიტომ რომ მან არის ძალიან ისეთი რა არის, იცით, აი საერთოდ ძალიან ეროტიკული არის ეს თვითონ დასტა, მაგრამ აი როცა უკვე აი თავიდან როცა ათვალიერებ ამ დასტას შეიძლება გქონდეს რაღაც ცოტა ისეთი შოკი, მაგრამ როცა უკვე ამასთან მუშაობ, შენ უკვე არ აკვირდები და აი თვალში არ გეცემა რაღაცნაირად უხელშად თქვა რაღაცა ისეთი ინტიმური მომენტები, იმიტომ რომ ისინი სულ სხვა რაღაცას მეტყველებენ და სულ სხვანაირ ინფორმაციას გვაძლევენ, ამიტომ უკვე ეგეთი შოკი აღარ არის რა, როცა უკვე იწყებ მაგაზე მუშაობას. ვნახოთ ახლა ჩვენ გოგო როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში, ახლა აქ გვაჩვენეს, მაგრამ ნუ ჩვენ ახლა სათითაოდ ნახოთ, ხო? ნუ როგორ გრძნობს თავს, ნახეთ, რა თქმა უნდა, ეს არის
რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა აქ ახლა ჩვენ დავინახათ ეს თვითონ ეს გოგო ნახათ ახლა როგორი არის, ხო? ახლა ეთყობა რომ ადამიანს ახლა ძალიან კარგადაც იცის რა უნდა მაგას და როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში შემიძლია გითხრათ რომ ცუდად არ გრძნობს ნამდვილად იცის რომ მოსწონს თავის პარტნიორს იცის რომ მართლა აი აქ იცის და მაგათა ამ ჩვენ ვეკითხებით როგორ გრძნობს თავს აი ამ ურთიერთობაში даже ვეტყოდი რომ წამყვანად გრძნობს თავს მაგრამ პრინციპში აქ ერთი ეს არკანიც გიგეუბნება ჩვენ რომ ნამდვილად აქ ისეთი სურათი არის, რომ ისე ეტაყვანება ეს მამაკაცი, რომ ნამდვილად ამაყად გრძნობს თავს. აქ ახლა მე შემიძლია ვთქვა, აი ეს ახლა რადგან საჯარო გაშლა, ამიტომ შემიძლია ვივარაუდო ის, რომ შეიძლება ამ ურთიერთობაში დაუშვათ ახლა აი ბიჭი როცა ეტაყვანება გოგოს, დასდევს გოგოს, ხო დაუშვათ და გოგო იცის, რომ ბევრ ვინმეს მოსწონს, ბევრ ვინმეს თქვათ ახლა უნდა მისი გაცნობა და მასთან ურთიერთობა და ჯერ მოვიფიქრებ, ვნახოთ ახლა რას ვიზავ, ვნახოთ ახლა აბა საერთოდ ახლა შევხედავ თუ არა რა. აი ეგეთი მომენტი არის რა, ამიტომ მე ვერ გეტყვით რომ გოგო აქ დაჩაგრულად გრძნობს თავს ან არა. არა, მაგრამ ძალიან კარგად აქ იცის თავისი ფასი ამ ურთიერთობაში. ნახოთ ბიჭი როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში. აი ბიჭი ზუსტად არის ისეთი, აი ხო გეუბნებით, მან არის ისეთი რამე, რომ ერთ არკანსაც რო ამოიღებ, უკვე ყველაფერი გასაგები არის რა. აქ ცოტას დავმალავ და რაღაცად მე დავფარავ ამას რა, არაფერი ისეთი პატარა არა მაქვს, არა უშავს. ანუ ნახეთ ახლა აქ იხსნით, აქ რა ხდება. როგორ გრძნობს თავს ბიჭი? ახლა აქ ვერ გეტყვით რომ კარგად, რატომ? იმიტომ რომ აქ კიდევაც გეუბნებით, აქ არის ორი ვარიანტი გვექნება, თუ თქვენ ხართ ურთიერთობაში, თქვენ მართავთ ამ ურთიერთობას, გოგო მართავს ურთიერთობას რა. გოგო არა, აი აქ სხვერპლი რამე რომე არა, შეიძლება იყო ადრე რაღაც ეგეთები, მაგრამ ეხლა არა ხარ თქვენ ეგრე რა. თქვენ ახლა, მაგრამ აქ ეს ბიჭი იცით როგორ გრძნობს თავს, რომ აი თქვენ თითქოს ან სულ ასწავლით რაღაცას, ან აქ არის ახლა თუ დააკვირდით მტკივნეულ ადგილზე აწვევით ყოველთვის. ანუ და ამას ახლა პრინციპში ვერც გეწინააღმდეგებათ, ხო? აქ ახლა გასაგებიც არის თუ ასე ამ დონეზე თქვენ გაღმერთებს ეს ბიჭი, ეს თქვენ შეიძლება გაქვთ ესეთი ენა, შეგიძლიათ პირდაპირ აჯახოთ, რაც თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ ეს ცდილობს რომ რაღაცა ვითომ გითხრას, მაგრამ არა, იცის რომ თქვენ ხართ ძალიან დამოუკიდებელი. აი აქ გოგო არის დამოუკიდებელი. აქ გოგო აი თქვა არც ფინანსურად არანაირად არ არის დამოკიდებული თავის პარტნიორზე და ამიტომ აი თავისუფალი არ გამოვრიცხავ რომ რამე საქმე შეიძლება გქონდეთ თქვენ ახლა თქვენ ისეთი რომ ანუ როცა არაფრით არ ახარ მიჯაჭვული ადამიანზე. ეს არის სხვათა შორის ახლა სიყვარული თუ ჩვენ ახლა სიყვარულზე ვილაპარაკოთ ახლა აი ნორმალური ჯანმრთელი ურთიერთობა მაშინ არის როცა ერთმანეთს აძლევენ თავისუფლებას რა პარტნიორები და თავისუფლებას ვიძახი იმაში რომ არ ზღუდავენ რომ ორივეს აქვს თავისი თავისუფალი დრო, ორივეს ყავს თავისი მეგობრები, შეუძლიათ თქვა დროც გაატაროს თავის მეგობრებთან, როცა თავისუფლად შეუძლია იყოს დაკავებული თავისი საქმით, რომელიც ადამიანს თქვა მოსწონს და მისთვის მნიშვნელოვანია, აი ეს არის რა. მაგრამ აქ ცოტა რაღაცას თქვენ შეიძლება როგორი ადამიანი ხართ, რომ აი ეგრევე აჯახებთ, მაგრამ შეიძლება თუ ეს ადამიანი არ აკეთებს იმას, რაც თქვენ თქვათ, გინდათ რომ გააკეთოს, ან რაღაცები არ მოგწონთ, აქ თქვენ ეგრევე ეუბნებით. ეს როგორ ვკითხოთ, აი უშუალოდ როგორ გრძნობს თავს, ცოტა დაძაბულად გრძნობს თავს, იმიტომ რომ თქვენ ყოველთვის ან ირიბად, ან პირდაპირ ეგრევე არ ტყავთ აი მტკივნეულ ადგილს, რომელიც თქვათ ახლა, ისედაც აწუხებს მაგას. იცით სად რა უნდა თქვათ, ენა გექნება ცოტა ისეთი რა. ასე თქვათ, მწარე, მოდით ახლა ცოტას აი ასე ამას ამის ინსტრუმენტს ასე თქვათ დავმალავთ რა. ახლა ვინც იცის ახლა მან არა, ახლა გიხდები თქვენ ეგ მან რა ახადია, ხო?
ეს ჩემი სამუშაო დასტა, ამიტომ მაგას ნამდვილად აქ ახლა ზოგმა იცის ხოლმე მანარაზე როცა შლის რაღაცებს იქ მალავს მე ახლა სამუშაო დასტა. ვნახოთ ახლა თქვენ რა უნდა გოგოს ამ ურთიერთობიდან. ნუ, პრინციპში რა უნდა, რომ მთლიანად ეს ადამიანი, აი ნახეთ, აქ ეგოისტი არის გოგო უეჭველი რა, მე მინდა რომ იყოს მთლიანად ჩემი, მე მინდა რომ მარტო მე მეკუთვნეს, მე მინდა რომ ანუ მაქსიმალურად იყოს, სხვათა შორის ძალიან რა გინდათ ამ ურთიერთობიდან, თქვენ ეთყობა აქ ძალიან კარგად ეწყობით სექსუალურადაც არ გამიკვირდება და შეიძლება მომენტ даже სერიოზული რამე თქვენ და ან სექსის გარეშე არც არაფერი არ გინდათ შეხვედრები ალბათ გინდათ და მორჩა, იმიტომ რომ ხო გითხარით, კიდე გავიმეორებ, რომ აქ ადამიანი არის როგორ აქ გოგომ იცის, რომ ბიჭს უყვარს, იცის ეს ძალიან კარგად და ამას თვითონ даже შეიძლება მომენტ манипулირებს რა ამ სიტუაციით და აი როცა ხალი არის გრძნობს თავს, აი თავისუფლად თვითონ და არ არის ხო როგორც გითხარით მიჯაჭვული, მე მაგას უკვე ანუ სხვა რაღაცები ამოძრავებს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ რა უნდა ამ ურთიერთობიდან უნდა რომ ეს ურთიერთობა კი იყოს ასეთი სექსუალურიც იყოს მხოლოდ ჩემი რო იყოს ეს ადამიანი უნდა და ნამდვილად მაგრამ და ისე უნდა რომ იყოს ისე როგორც მე მინდა. მიხვდით? აი აქ ცეთ რაღაც. ანუ ახლა ჩვენ აქ ძალიან ღრმა გარჩევას არ ვაკეთებთ, უბრალოდ ასეთ მიმოხილვას, რომ მე მინდა თქვენ ამით დაგანახოთ, რომ როგორ შეგიძლია თქვენ აი ასე მანარათი გაარჩიოთ, თქვათ, თქვენი სიტუაცია საერთოდ უწყოთ და გაეგოთ ისეთი მომენტები, რაც შეიძლება დაუშვათ ახლა არ ჩანს ისე, ხო? აი ნახეთ, ახლა მაგალითად, აი აქ მე შემიძლია თქვა, რომ გოგომ დაუშვათ, ახლა შეიძლება სულაც არ იცოდეს თუ აი ამ დონეზე მამაკაც უყვარს, იმიტომ რომ ეს ბიჭიც არ არის თქვათ ახლა ისეთი რომ ანუ აი ზოგი რო არის ხო რომ უხასიათო კი არა უხაბრო კი არა, აი ცოტა ისეთი რომ დაუშვათ თავის ხასიათს რო არაჩენებდა რაღაცა, არა. აგაც საკმაოდ ისეთი ძლიერი პიროვნება არის, მაგრამ უბრალოდ როცა უკვე აი ამ დონეზე უყვარს ხალი, ხო ზოგჯერ შეიძლება უკან იხევს, იმიტომ რომ ეს კი ცდილობს რომ რაღაცა შეეპასუხოს ამას, მაგრამ ეს ისე არ ტყავს, ხო? და ისეთი ენა ისე შეუძლია რომ უთხრეს, რომ აი არის ამხელა კაცი შეიძლება თქვა, დაუშვოთ რომ აქ არ იცის რა უთხრას, რა უპასუხოს, ხო? იმიტომ რომ აი კიდევაც გეუბნით ეს ისეთი პოზიცია რომ როცა აი თავისუფალი ხარ და არა გაქვს არანაირი და კიდევაც ვერ გეტყვით თუ გინდათ ახლა ვკითხოთ აი გრძნობაზე, მოდით ვკითხოთ გოგოზე და ხან შეიძლება ეჭვი შეგეპარებათ და იფიქრებთ რომ ან არ უყვარს და მაგიტომ, ხო? აი გრძნობა, რას გრძნობს ეს გოგო ამ ბიჭის მიმართ, მოდით ვკითხოთ რა. ნუ აი ნახეთ ახლა რას გეტყვით ახლა აქ მაინც მაჩვენებენ რას იცით გრძნობაზე ვეკითხები და მაჩვენებენ რას რომ ისევ კი კიდე ამოვიღებ არკანს მაგრამ გეტყვით რომ აქ აჩვენებენ კიდევ და კიდევ უფრო იმას რაც მე თქვენ გითხარით რომ გოგო შეიძლება გადაიზარდა ეს ურთიერთობა შეიძლება ამ გოგოს ახლა აი რას გრძნობს ამ ბიჭის მიმართ და პრინციპში აი ზუსტად იმასაც აჩვენებენ რომ შეიძლება მატერიალურად უფრო კარგად და მყარად დგას ფეხზე ეს ადამიანი თავისი საქმე, თავისი ბიზნესი აქვს და როგორი თემა იცით კი შეიძლება ეს ბიჭი რომც გაიქცეს, ხო, პრინციპში ახლა ეს გოგო იმდენად ზრდასრულია, რომ აი რო გითხრათ ახლა არც შეეშინდება მაგისი რა, რო თქვათ ახლა თუ ახლა შენ არ გააკეთებ იმას, რაც უნდა აკეთებდეს, თქვათ მამაკაცი ურთიერთობაში და თუ გაიქცები და ვერ მომერევე ასე რო თქვათ, ნუ რა ვქნა. პლუს კიდე ახლა მატერიალურად გეუბნეთ და გოგო უფრო მეტია ვიდრე ბიჭი. აი ეს არის და ბიჭის მიმართ რას გრძნობს კიდე
ნუ აი რას გრძნობს იცით აქ ხო გითხარით ისე ეგ თემა მიდის რომ აქ სხვაობა შეიძლება იყოს ასაკში არ გამიკვირდება და გრძნობს პრინციპში იმას რომ მე ვარ მაგის აი თქვა გეტყვით აი აქ როგორი სიტუაცია ახლა უკვე გვაჩვენებენ შეიძლება სიტუაცია არის როცა გოგო უფრო მეტად ზრუნავს კაცზე არ გამოვრიცხავ ხო კი, შეიძლება კომფორტულადაც არიან ეგენი ამ ურთიერთობაში, თუ დაუშვათ ახლა ამას უნდა და სექსუალური თემა, ახლა აქ არის კარგად ნამდვილად ახლა ამ წყვილში, ხო? მაგრამ აქ გრძნობა აქ როგორ აი ეს არკანი ზოგჯერ აჩვენებს როგორ იცი რომ დედას მზრუნველობა რომ აი მე უფრო მეც ვუკეთებ ამ ბიჭს მე უფრო მეც თქვათ ახლა ნუ იმიტომ რომ აქ აშკარად არის ეს მომენტი რომ თქვათ გოგო მეტი არის ფინანსურად და ძალიან ლამაზი არის უეჭველი იმიტომ რომ არკანებით ყოველთვის ესეთი არის ლამაზი თვითქმარი გოგოა ძალიან და მაგრამ ეთყობა აქ რა არის იცით იმიტომაც არის აი ეს მომენტი რომ თქვათ გოგო რაღაცებს ეუბნება და ბიჭს არ მოსწონს იმიტომ რომ ძალიან ბევრი მზრუნველობა აქვს ამ გოგოს ამ ბიჭზე გაიგეთ და ახლა აქ კიდე ვერ გაიგებ ახლა ვინ სიტუაცია არის კაცი და ვინ არის ქალი ხო და ზოგჯერ შეიძლება ეს არ მოსწონს კი მე გიკეთებ სიამოვნებით კი მე თქვა საჩუქრებს ვაკეთებ შეიძლება ზრუნავ ასე შემდეგ მაგრამ არ მომწონს მე ეს და ამ ბიჭსაც ახლა რო ეს გოგო ეუბნება აი თითქოს ახლა არ ტყავს მტკივნეულ ადგილზე მაგითო გაიგეთ რომ აი ესეთი მომენტი არის და ნუ აქ შეიძლება იმიტომაც არის ახლა ესეთ პოზიციაში რა რომ თვითონ აი ნახat მანარას როგორ ვეკითხე რას გრძნობ ამ ბიჭის მიმართ და მაჩვენებს რომ იმას გრძნობ დეჯიკოს რომ აი ხა მარტო მე ვზრუნავ მაგას აი მაგას ვგრძნობ მე რომ ყველაფერს მე ვაკეთებ იმისთვის რომ მაგი იყოს აი თქვათ ახლა ნორმალურად მაგრამ იმასაც ვერ გეტყვით რომ თქვათ ახლა ეს გოგო იმას ფიქრობს რომ არიქა და უნდა თქვათ წავიდე ურთიერთობიდან ან არა მაქვს გრძნობა მაგრამ აქ არის უკვე როგორ იცით აი მშვიდი თემა აქ არ არის უკვე რაღაცა ისეთი რაღაც სტრასტი მარდასტი რო იტყვიან რა აქ არის ახლა ნუ პერიოდი ეთყობა აქ ამ წყვილს ან არის ახალი დაწყებული რაღაც ან უკვე როცა დიდი ხანია რო ხარ ურთიერთობაში და უკვე არა გაქვს ეს ამაღელვებელი რაღაცა მომენტი მაგრამ თუმცა პრინციპში ახლა შენ გინდა რომ იყოს ეს ადამიანი თქვათ ახლა ნუ მარტო შენი გაქვს კი ეგეთი რა მაგრამ ამ დროს ნახეთ რა საინტერესო არის აქა რა უნდა ამ ურთიერთობიდან აი ძალიან საინტერესო სხვათა შორის ახლა ეს წვირი არის რა უნდა კი სიყვარულიც უნდა ყველაფერი მაგრამ ამას არ უნდა ამ ურთიერთობიდან რომ იყოს აი თითქოს შენთვის მე ჩემთვის რა აი რაღაც ეგეთ თემა არ უნდა რა მაგრამ უფრო უნდა რომ იყოს როგორ აი ერთმანეთის ინტერესი რო თქვა აი ცეცხლი რო ენთოს რა რომ მე მინდა რომ შენ ჩემზე გაიგო ყველაფერი მე მინდა რომ შენ ჩემითაც იცხოვრო მიხვდით აი რაღაც შეიძლება იმიტომ რომ აქ ხა ზოგჯერ არის ეს მომენტი როცა თქვა გოგო აი ასეთი დამოუკიდებელი და ასეთი თქვა წარმატებულიც შემიძლია თქვა აი აქ ნუ ახლა კაცი ცოტა თავს ვერ გრძნობს კარგად გაიგეთ ახლა კი ბატონო ხა სიყვარული ისეთი რამე ახლა შეუყვარდა დაუშვათ მაგრამ აი ქცევები და რაღაცები ისეთია შეიძლება ამას არ მოსწონს მაგრამ აქ სხვათა შორის არის როგორი სიტუაცია რომ გითხრათ რომ ამას ახლა უნდა გათხოვება ამ ბიჭს ამას ვერ გეტყვით იმიტომ რომ უკვე ისეთი თავისუფალი არის ეგ თავისთვის არის რა თავის ცხოვრებას მართავს თვითონ რომ ნამდვილად აი აქედან ვერ გეტყვით რომ უნდა სიტყვაზე მაგას ახლა რომ ოჯახი შეუქმნა მასთან არა აქ პირიქით ისეთი მე კარგად ვარ შენთან კი მე შენ აი აქ დაჟე ნამდვილად ახლა ეს ადამიანი იზიდავს ამას კი ბატონ თავისი შეება სექსუალური ენერგიით ხო
მაგრამ ამავე დროს არ გამოვრიცხავს თუ რამე თქვათ მოხდება და ჩვენ დავშორდებთ ერთმანეთს, ხო? ნუ არც იმაზე უკვე აღარ მოიკლავს თავს, იმიტომ რომ უკვე ისედაც ბევრნაი იარები ნახეთ აქ მაგას და უკვე თან ეხლა მაგას იცით რა აქ ნახეთ ბიჭი როგორი უყურადღებო არის რა. კი უყურებს ამას, მაგრამ თავისი ცხოვრებით ცხოვრობს რა. შევიდა თქვათ იმ ნახატში და იმას ხატავს, მაგრამ ეს თუ არის თქვათ და ზის არც უყურებს მაგას, იმიტომ რომ როგორც იციან მხატვრები, ხო? შევა შემოგხედავენ და მე უკვე იმდენად შედიან უკვე ამ თქვათ ნუ იმ თავის ნახატში რა, რომ უკვე აღარც გიყურებენ და აღარც ყურადღებას გაქცევენ და ასე შემდეგ. აი აქ ეგეთი ისტორია არის რა. და ამიტომ მაგას ეხლა უფრო მეტი ყურადღება უნდა მაგასგან, მაგრამ აი ამას ვერ იღებ და შეიძლება ეს ძალიან თანჯავს მაგას, მაგრამ ამიტომაც შეიძლება, იმიტომ რომ თვითონ გამცემია ძალიან, ხო? ბევრ ამის უკეთეს ზრუნავს, ხო? მაგრამ აი აქ გრძნობაზე რო ვკითხოთ, რომ მეც მინდა რომ შენც რამე გააკეთო, ეხლა მარტო მე ხო არ უნდა ვიყო სულ ამ ურთიერთობაში, შენც რამე გააკეთე. ამას როცა ეუბნება, აი ეს არის ეს ბრაზდება და იმიტომ არის რომ აი ზოგჯერ ვიტყვენ აი შენ რო ასე თუ უყარ ხარ რატომ არ აკეთებ, აი ეს არის საკითხავი ზუსტად რომ ნუ აი ეთქობა რაღაცისთვის ხდება ეგ სიტუაცია აქ რომ აბა შეიძლება რაღაც გაკვეთილებს გადიან ერთმანეთში. Так, ვნახოთ ახლა, ანუ ბიჭს რა უნდა ურთიერთობიდან. ნუ ბიჭს უნდა რა, რომ მე აი ნახეთ როგორ არის. ახლა ამას უნდა რომ მე რასაც ვიტყვი, ისი გააკეთოს რა. ნუ რა თქმა უნდა, მამაკაცზე და მამაკაც რა თქმა უნდა ის მომენტი რომ მე ვიყო აქ უფროსი, მე უნდა ვმართავდე ურთიერთობას, მე უნდა დამიჯერო თუნდაც, ხო? მაგრამ აქ ახლა ნუ ასეთი ხალის ახლა პრინციპში მართვა ძალიან რთულია შემიძლია გითხრათ, აგე თვითონ მართავს ყველაფერს, ხო? მაგრამ, ნუ ახლა მაგას კი უნდა რომ ეგეთი რამე იყოს, მაგრამ ხო, აი აქ სხვაობა არის ძალიან დიდი სხვაობა. აქ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან განსხვავებულები არიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ შეიძლება ახლა ან აქეთ არის მასალში სხვაობა და არის როგორი მომენტი, იცით რომ რა უნდა ამ ურთიერთობიდან, ნუ აი даже მე ვეთყოდი რომ სერიოზული კი შეიძლება უნდოდეს, მაგრამ ამავე, იმიტომ რომ აქ ახლა მაინც ახლა მეფე არის მიწის, ხო? და ამიტომ უფრო კიდე გეუბნებით, რომ გოგო შეიძლება ხო გეუბნებით, ახლა ისეთია თავისუფალია, რაც უნდა იმას აკეთებს, იმიტომ რომ დამოკიდებული ამაზე არ არის, ხო? და ამას უნდა პირიქით, რომ გქონდეს ისეთი მომენტი, რომ თქვა დაუშვათ მე დამიჯეროს, ხო? მაგრამ ან შეიძლება მისიც აქციელი რამე თქვა ზოგჯერ ახლა შეიძლება არ მოსწონდეს და იმიტომ რომ გოგო ცოტა თავისუფალია და ან ეს გოგო იწევს ამას, სულ იწევს რაღაცებს და ეგეთ აი შეიძლება და აი ასწავლის თავისი ქცევებით რაღაცა ამას ახალს ამ ბიჭს რა. აი ეგეთი რამე. კარგით, ვნახოთ ახლა აბა ამ მოცემულ მომენტში გოგოსთვის რისთვის სჭირდება ეს ბიჭი, ხო? აი ეს გაკვეთილები და ასე შემდეგ. აჰა, რისთვის სჭირდება ეს რა, რისთვის სჭირდება ეს ბიჭი? რო არ ჩავარდეს დეპრესიაში? ნუ აქ, ой, აქ რა ხდება? ამას ახლა დავმალავ. ცოტა ისეთი არის აქ. ისედები ფალი არის ცეცხლის. იცით რა არის, ნახეთ, მე გეტყვით რა რისთვის გჭირდება. შეიძლება ეხლა თქვენ ეს ბიჭი გაძლევს ღალისს. ეს ბიჭი ნახეთ ეხლა აი აქ ხო ისედაც პირველად გითხრეს ჩვენ რაღაც სექსუალურ თემაზე რა. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად რისთვის გჭირდება თქვენ ეხლა ეს ბიჭი, რომ თქვენ არ ჩავარდეთ, აი მარტოობაში რო არ ჩავარდეთ, რომ არ იყო თქვათ ეხლა შეიძლება თქვენ იყავით რამე დეპრესიაში და ეს ბიჭი შეხვდეთ თქვა დაუშვათ და მაგან გამოგიყვანა თქვენ ამ რთული მდგომარეობიდან. შეიძლება კიდე ისეთი მომენტი, რომ ნახეთ კიდე რა ხდება. აი დაუშვათ აქ თუ არის დიდი სხვაობა, მე ამასაც არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება თქვენ უკვე ფიქრობდით, რომ всё, ჩემი ცხოვრება თქვათ ახლა, დამთავრდა, როგორ იცით, აი
თქვათ, ეხლა საქმეები უფრო აქ მე даже არ გამიკვირდება შეიძლება თქვათ, ეხლა ვიღაცა ქრივის გოგოც შეიძლება იყო და თვითონ მართავს ცხოვრებას და უკვე თქვათ უნდა რა რომ გვერდით გყავდეს ვინმე რომ თუნდაც აი გამიხალისოს ცხოვრება და შეიძლება თუნდაც ეს სექსის დავიწყებული გქონდა და მაგან გამოაღვიძა ამაში, ხო? რომ აქ ახლა ჭირდება კიდე ისთვის რომ რო გითხრათ ახლა ფინანსები და რაღაცები, არა, აქ თქვენ უნდა თვითონ ნახოთ, აი კარგი რა არის ახლა ამ ურთიერთობ, აი შეიძლება даже თქვათ, აი აგოგო ნახეთ ზის და ეძებს რაღაცებს კარგს, რაც არ უნდა იყოს, ვინც რა არ უნდა უთხროს, მაგრამ მაინც კარგს რაღაცას პოულობს, ხო? აი აქაც ეგეთი თემა არის თითქოს, რომ თქვენში შეიძლება ეს ბიჭიც ხსნის რაღაცებს რა. მაგრამ აი ეს არის, ეს ფული ნახეთ უთულობაა და ეს რას შენ თვითონ თუ ყველაფერი შეგიძლია, ამიტომ ეს ბიჭი შეიძლება არის შენთვის მოცემული იმენა სიყვარულისთვის. Так, ეხლა აი აქ ესე ძალიან ღრმა პოზიცია არის რა, აი ძალიან ღრმა პოზიცია არის. ძალიან ღრმა პოზიცია. იმიტომ რომ რისთვის გჭირდება შენ ახლა ეს ადამიანი, იმიტომ რომ შენში რაღაცებს ხსნის ეს ბიჭი, რაც არის შენში, რაც იყო შენში რაც ისეთ რომ даже ახლა არ არის ეს განდეგელი, როგორც მანარაშიც და სხვანაირი, აქ ჩვენ ახლა სიბრძნეზეც ვერ ვიტყვით, აქ უბრალოდ აქ რაღაცა ტკივილი აქვს ადამიანს რა და შეიძლება ისეთ მომენტში მოხდა ეს ბიჭი თქვენ ცხოვრებაში, როცა თქვენ უკვე გეგონათ რომ всё დაუშვათ, ჩემი თქვათ, ქალური მოღვაწეობა, სექსუალური მოღვაწეობა დასრულდა. მაგრამ ამასთან თქვენ შეიძლება გახსენეთ ეს ენერგია ისევ და ამიტომ თუნდაც მაგისთვისაც გჭირდებათ ეს ადამიანი, ეხლა თუნდაც მხოლოდ მაგისტვის პლუს კიდე შეიძლება იმისთვის რომ აი დაუშვათ ახლა ამას ესეთი ესეთი ტიპაჟია საერთოდ რა, ახლა წყლის მეფე ამას ენაც აქ ესეთი აი კომპლიმენტებსაც ამბობს რაღაც, ანუ თითქოს გაძლეს თქვენ იმას, რაც თქვენ გაკლიათ, მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ ემოციური დონე, აი გამოყავხარ თქვათ დეპრესიული თემიდან და ხასიათში შევყავხართ, ანუ რაც შეუძლია იმას გაძლევთ რა, გაძლევს. კი, გახალისებს ასე რომ ვთქვა და იმისთვის რომ შენ ახლა არ ჩავარდე დეპრესიაში, აი მაგისთვის გაძლევენ, რომ თქვათ, შენ უნდა თვითონ აი ეს კარგი რაცაც მოდის ამ ურთიერთობიდან, შენ თვითონ უნდა ამოიღო. აქ ახლა ინდივიდუალური გასარჩევი, მაგრამ პრინციპში ხა ზოგად გაშლაში კი შემიძლია აი ესეთი მომენტი გითხრათ და ბიჭისთვის ისთვის ხარ თქვენ, თქვენ ხართ ნახეთ, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელთანაც არის ბედნიერი და შემიძლია გითხრათ, რომ მასე არც ყოფილა არასოდეს და თქვენ მაგას აძლევთ ყველაფერს აბსოლუტურად კარგ, აი ემოციებს აძლევთ კარგ, აი კარგად რო ვარ. იმის მიუხედავად, რომ აქ რაღაცები არ მოსწონს, მაგრამ ეს თვითონ იმდენად ანუ სულიერად კარგად გრძნობს თავს ეგა თქვენს გვერდით, რომ ნამდვილად ანუ ალბათ ყველაფერზე თვალებს ხუჭავს, კაიგეთ რა ხდება. ეხლა აქ არის უფრო სულიერი თემა, როცა აი სულიერად კარგად ვგრძნობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება შენ ახლა ფინანსურად იყო გადასარევად, მაგრამ სულიერად ვერ ახარ ადამიანთან კარგად და ეს უკვე ძალიან ცუდია. და როცა შენ სულიერად კარგად ხარ, ხო? ანუ თითქოს ანუ ამაში ადამიანში თქვათ ეს რასტვარიაიშ რა ზოგიერთი რომ ამომივარდება ხოლმე ეს ქართული სიტყვა. ანუ კარგად გრძნობს და ამიტომ არის ახლა თქვენთან ნამდვილად თქვენ სჭირდებით მაგას, აი იმისთვის რომ იყოს კარგად ვიღაცამ რომ თქვენ ილოცავ, აი ასეთ დავფარო. იმიტომ რომ თქვენ ხართ ესეთი ადამიანი, რომელიც ახლა როგორ გითხრათ, თან მაგას ესეც მოსწონს თუ თქვენ დაუშვათ აი აქ რაღაცაში ჩანხართ, თქვა რამე თქვენი ბიზნესი გაქვთ, ხო?
ესეც მოსწონს მაგას. და პლუს კიდე შემიძლია გითხრათ, თქვენ აქ წარმატებული გოგო არის ძალიან რა. და ეგაც მოსწონს, რომ ასეთ სხვა შეს როცა სხვაობა არის ასე ასაკში, ძალიან ხშირი მომენტი არის, რომ პატარა ბიჭები ხო ერთ-ერთი მიზეზი რატომ არიან თქვათ ახლა უფროს ქალებთან, მაგათ ეს სიამოვნებთ, რომ აი ასეთმა ქალმა, აი რომელიც ახლა წარმატებული არის თქვათ, რომელიცაც ნუ თუ დამიტყვით ეს თქვენ ახლა თუ ცნობილიც ხართ, ანუ რომ არის ჩემს გვერდით, ხო? და მარტო ამით ვარ ბედნიერი, რომ აი მე ამირჩია. ეგეთი რამეც ხდება, ნუ ეს ერთ-ერთი თემა რა. ნუ ნახოთ, სად მიდის ეს ყველაფერი, სად მიდის, ეს რა ხდება? ეს რა ხდება? ნუ აი წვილი ხო გითხარით, სად მიდის? იცით რა არის, მე გეტყვით, რომ აქ შეიძლება იყოს როგორი მომენტი. თუ თქვენ ახლა ეს ახალი გაცნობილი გაქვთ, თქვენ ბევრი რაღაცას მოგიწევთ გავლა, აი ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ აქ პრინციპში ახლა თქვენ უნდა აი ახალი თუ ხართ, თქვენ უნდა გაიცნოთ კიდე კარგად ერთმანეთი რა. და უფრო იქნება კი ეს ბიჭი თქვენ დაგაფასებს, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არ იქნება ძალიან აი როგორი მომენტი არის, იცით? ახალი წყვილისთვის მაგალითად გაფრთხილება, რომ ნამდვილად მოგიწევთ ახლა აქ ბევრი რაღაცის გავლა. აქ იქნება შეიძლება გაუგებრობა, აქ იქნება შეიძლება ისეთი ანუ სიტუაციები, ну ეს სუბთკარმული თემა არის, იმიტომ რომ რაღაცა გაკვეთილებს გადეხართ, აქ უეჭველე და მაგრამ აქ სიყვარული გაიმარჯვებს, შემიძლია გითხრათ რა. ვისთაც უკვე გქონდა ეს პერიოდები, მაშინ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი აი ეს პერიოდი რთული რო გქონდა, როცა იტანჯებოდით ხო, რაღაცა ახალი ეტაპი არის, უფრო სტაბილურდება ურთიერთობა და თუ გაუგებრობა იყო, უფრო სიყვარულისკენ, სუფთა სიყვარულისკენ მიდიხართ. აი აქ ახლა ცოტა ასაკეთ გადავდებ ამ არგანს, რომ აი მე ცოტა ასე დავდებ. და უფრო სუფთა სიყვარულისკენ მიდიხართ, იმიტომ რომ ეს არის მართლა სუფთა გრძნობა და მიიღებთ ამ ურთიერთობიდან ორივენი ის, რაც თქვენ კიდე დაბალანსდება ეს ურთიერთობა. დაბალანსდება რა, აქ ცვლილებები იქნება, აუცილებლად იქნება ცვლილებები. კი, მოგიწევთ თქვენ აუცილებლად აი აქ შეცვლა რაღაცის. წინსვლა გექნებათ. Ну, პრინციპში ნახათ ახლა даже თუნდაც ახლა მზის არკანით შემიძლია თქვა ბედნიერება კი იქნება, ყველა ორივენი იქნებით თქვენ ებურად ბედნიერი ამ ურთიერთობაში. Ну, აი ასე. მან არა დღეს მოგვიყვა ეს ისტორია, მე მინდოდა რომ მეჩვენებია თქვენთვის ახლა როგორ მუშაობს სასწაული დასტა არის, თუ თქვენ ფსიქოლოგი ხართ, თუ თქვენ ახლა საერთოდ ტარო გიყვართ, ან მუშაობთ ტაროზე, მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, რომ გქონდეთ თქვენ ამისი ცოდნა და რა თქმა უნდა სწორი ცოდნა, რომ სწორედ წაიკითხოთ რა, იმიტომ რომ ამაში ძალიან ბევრი ინფორმაცია პირად გაშლაზე რა თქმა უნდა შემიძლია აქ უფრო ორმაგად მელაპარაკა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია არის და როგორც თავში გითხარით, თუ გაქვთ თქვენ სურვილი, იჩქარეთ, რომ უკვე ამ წელს ეს იქნება ბოლო ჩვენი ესეთი ნაკადი, უკვე 2 გავუშვეთ ჩვენ ტაროლოგების და შეგიძლიათ მოგმართოთ, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და გაგესაუბრებით მე თვითონ პირადად, იმიტომ რომ მე თვითონ ვიყვან ჯგუფს, როგორც თქვათ, მე ვესაუბრები რა ადამიანებს, მომწერეთ პირადში და გაგესაუბრებით, რომ აი მაინტერესებს კურსი, მან არა თქვენთან რო გავიარო და სიამოვნებით და გაგესაუბრებით და ისწავლეთ აი ამ სასწაულ დასტას რა, ეს ყველას უნდა გქონდეს, თუნდაც უბრალოდ შენთვის რო გინდოდეს დაუშვათ და თუ სამუშაოდ გინდა მით უფრო. მე კი გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.